წინათ მთელ საქართველოში სჩვეოდათ განსაკუთრებულ დღეებში მიცვალებულთა მოსახსენებლად კორკოტისა და კოლიოს მომზადება. მესხეთში დღემდე პირვანდელი სახითაა შემონახული კორკოტობის უძველესი ქართული ჩვეულება. მაღალმთიან სოფლებში დღეს ისევე როგორც წინათ ხორბალს კორკოტისთვის შინც ეხვალენ. ასპინძის რაიონის სოფელ ძველის მკვიდრი ნეჟნა დიასამიძე ძველი წესით ამზადებს კორკოტს. თავდაპირველად ხორბალი უნდა გაიცხრილოს. ძველებური ცხრილი ბევრ მესხურ ოჯახშია. ცხრილიდან გადმოცვენილი მარცვლები ფრინველის საკვებია. კორკოტისთვის განკუთვნილი საუკეთესო ხორბალი ცხრილში რჩება. გაცეხვამდე ხორბალი ვარცლში ირეცხება. გარეცხილ ხორბალს ცოტა ხნით შეაშრობენ. საცეხველს მესხეთში როდინსაც ეძახიან. როდინი სხვა მხარეში პატარა სანაღს ქვია. საქართველოს ზოგიერთ მხარეში საცეხველს ჩამურსაც უწოდებენ. ლეკება მარო და მიჭირე შავლეგო გაგიმარჯოს მე ბარაკა მოგცეს კაცო მერტმა გაგიმარჯოს რატომ არ მითხარი მეც მოგეხმარებოდი ჯო შენ თოხმა ხირა მაგარია იფნისა ეს მუხისა მაგრამ პატარა არის ჰოპ მერტო მიეც ბარაკა ამინ. საქართველოში წინათ საცეხვლის ასამოძრავებლად წყლის ძალაც გამოიყენებოდა. კეტს სიმაღლიდან დაშვებული წყლით დატრიალებული ბორბალი ამოძრავებდა. წყლის საცეხვავები დღემდე აღარ შემორჩა. თუმცა წყლის ბორბალს კვლავ იყენებენ წისქვილებში. გარდა ამისა, ქვემო აჭარაში დღემდეა ყოფაში დაცული ხის სამხვეწლო, სადაც ამძრავ ლილვს წყლის ბორბალი ატრიალებს. წყლის საცეხვავში მეტწილად ხომსა და ბრინჯს ცეხვავდნენ. სახლთან ახლოს წყლის ბორბლის გამართვა ყველგან ბუნებრივია ვერ მოხერხდებოდა. ამიტომაც იქ, სადაც ბევრი იყო გასაცეხვი, ფეხის საცეხველს იყენებდნენ. ფეხით მუშაობა ხომ ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე კეტის ხელით ცემა. ქართველთა უძველესი ყოფისთვის დამახასიათებელ ფეხის საცეხველს საინგილოში მივაკულიეთ. გაღმამხარელებს ყოველთვის უხვად მოჰყავდათ ხორბალი და ბრინჯი, ასე რომ ამ მხარეში გასაცეხვი ყოველთვის ბლომად იყო. სოფელ ალიბეგლოს მკვიდრი იაპონ ხინაშვილი დღესაც მოიხმარს წინაპართან ნაქონ საცეხვავს. გაცეხვა ჰქვია კეტის ცემით პურის, ხომის ან ბრინჯის მარცვლისათვის კანის გაცლას, ასევე სიმინდის ტაროსათვის მარცვლის გაყრევინებას. საცეხვავ კეტს ზოგ ქართულ დიალექტში დინგი ეწოდება. კეტის წვერზე მიმაგრებულია ქვა, მას სანაყი თავი ჰქვია. ქვა ნავის იმ ადგილს ეცემა, სადაც სანაყი ბუდეა ამოჭრილი. ცეხვისას ორი ადამიანი მუშაობს. მამაკაცი ფეხით დინგის მკლავს ამოძრავებს.
ქალი ნავთან ზის და გასაცეხვ მარცვალს ან ტაროს ხელით აყრის სანახ ბუდეზე. დინგის საყრდნობს ინგილოები ჭანჭიქს ეძახიან. ძელებს, რომელსაც ნავი ეყრდნობა, საყენები, ხოლო მასზე გადებულ ჯოხს ხელსაჭერი ეწოდება. გაცეხვილ მარცვალს დასარკვევად ტაბაკით დაფხერტავენ. დაბღერტვით მარცვლები ნარჩენებისგან განცალკევდება. ინგილოები დღეს დინგს უმთავრესად არა მარცვლეულის გასაცეხვად, არამედ ნიგზის დასანაყად ხმარობენ. საცეხვავით დანაყილი ნიგოზი საკმაოდ სუყე სამუკვარი საჭმელია. მისგან იღებენ ზეთსაც. დანაყილ ნიგოზს მარილს უზამენ და ისე შეინახავენ. იგი დიდხანს ინახება. მას დროდადრო მიირთმევენ როგორც ნუგბარს, აგრეთვე ხმარობენ სხვადასხვა კერძის მომზადებისას. საინტერესოა, რომ ინგილოები ნიგოზს მხოლოდ კაკლის დანაყილ გულზე იტყვიან. იგი ხომ მართლაც დანაგოზი მასაა. ამ მხრივ საინტერესოა ტერმინი გოზინაყიც. გაღვამხარელი არ იტყვის ნიგოზი დანაყილიაო, რადგან სიტყვა ნიგოზი თავისთავად აღნიშნავს კაკლის დანაყილ გულს. Bicho. Hai შეტალოც შენ. Haitsa bicho. ხორბლის გაცეხვისას მარცვლებს კანი გაეცლება. ანუ როგორც მესხები იტყვიან, ფერფლი გაძვრება. Jura! Gari marjos, იტოთ თქვენ მადლიან ხელს გაუმარჯოს. აბარ გინდა ბიჭო. თქვენ მადლიან ხელს გაუმარჯოს, თქვენ მადლიან ხელს. აბა ერთი შეგვეცვალეთ შილო. ძველი ქართული ჩვეულების მიხედვით, თუ კი დაინახავ, რომ ვინმე ხორბალს ცეხვავს, არ უნდა ჩაუარო, ცოტა ხნით მაინც უნდა შეჩერდე და გაცეხვაში მიეხმარო. რადგან კორკოტის მომზადება მიცვალებულთა მოსახსენებელი, სამადლო საქმეა. მესხეთში ხანდაზმულებიცა და ახალგაზრდებიც ერთსულად იცავენ ამ წესს. გაცეხვილ ხორბალს გაანიავებენ. საამისოდ ისეთი ადგილი შეირჩევა, სადაც ნიავი კარგად უბერავს. მარცვლის გადმოყრისას მის გაცლილ კანს ნიავი წაიღებს. კორკოტობა ძველ საქართველოში შობის წინადღეს ერქვა, თუმცა კორკოტს სხვა დღეებშიც ამზადებდნენ. მესხეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, კორკოტს ღამით აკეთებენ და დილით მიირთმევენ. კორკოტის მომზადებისას ხორბალს კარგად მოხარშავენ, შეამარილებენ და მასში ცოტა ერბოს ჩააგდებენ. საქართველოს ზოგიერთ მხარეში კორკოტში ნიორს, კაკალსა და გამდნარ ერბოს უმატებენ. კორკოტს ხშირად რძეშიც ხარშავენ. თუ
კი მოხარშული ხორბალი თაფლით ან შაქრით, ასევე ნუშითა და ქიშმიშითაა შეზავებული, მას კოლიო ჰქვია. წანდილი, ასეც ეძახიან კოლიოს საქართველოს ზოგიერთ მხარეში. კოლიოს მესხეთში ზოგჯერ ყავით აზავებენ და კანფეტებსაც უმატებენ. მერთო მიეც ბარაკა. ამინ.